ოდიშით მეგობრებო, გაწყდა ინტერნეტ კავშირი, როგორც არაერთხელ ხდება ჩემი ვიდეო ლაივების დროს. ტექნიკური ხარვეზია თუ რა არის, არ ვიცი ინტერნეტის კარგი მოწოდებაა, მაგრამ ტრადიციულად როგორც ხდებოდა, ისე ხდება. ხელახლა მოგესალმებით სულ ყველას, მოკლედ რასაც საუბრობდი, სანამ ლაივი გაწყდებოდა, ის იყო რომ დღეს მინდა ცოტა ხნით გესაუბროთ ჩვენ სამეზობლოში მიმდინარე მოვლენასთან დაკავშირებით, რაც სომხეთში ხდება. მაგრამ სანამდე სომხეთის საქმეების განხილვაზე გადავიდოდეთ, მანამდე მინდა გამოვეხმაურო აი ამ განცხადებას, რომელიც ქოცბანდამ გაავრცელა თვითონ პაპუაშვილმა, რომ თურმე დღეიდან თურმე ამოგვისუნთქია, თურმე ესე იგი ამოსუნთქვა შესაძლებელია, რომ თურმე ცილისწამების კანონში ცვლილებები შევიდა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. მე გადავხედე ეგრეთ წოდებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და არანაირი სასჯელი არ არის გათვალისწინებული ცილისწამების კანონში, რომელიც ამათმა მიიღეს ახალი რედაქციით, სადაც იქნება მკაფიოდ მითითებული, რომ ერთი ადამიანი, რომელიც მეორე ადამიანს დასწამებს ცილს, ამის გამო მას მიესჯება ამდენი და ამდენი წელი. იმიტომ რომ ცილისწამება ეს არის დაგმობილი ყველანაირ გაგებაში და ყველანაირ აზროვნებაში, ეს რელიგიური საკითხი იქნება, ათწნევაში პირდაპირაა ჩაწერილი, არა ცილისწამო მოყვასა შენსა წამებითაც რუითა, იგივე ადამიანურ გაგებაში, იგივე საკანონმდებლო დონეზე ყველგან დაგმობილი არის მათ შორის აი ხშირ ევროპაში ამათ რო კითხო რომ თურმე ევროპულ კანონმდებლობას რომ იღებდნენ, მაგრამ ამდღარიყავით გვედალოცვილი შვილებო და გადმოგეწირათ პირდაპირ ფრანგული კანონმდებლობა. იმიტომ რომ ფრანგულ კანონმდებლობაში 7 წლიანი მუხლი არის გათვალისწინებული ცილისწამების შემთხვევაში. იგივე გააჩნია კიდე რაც დაწამებ ადამიანს ჯარიმასთან და სხვადასხვა სასჯელებთან ერთად, ამასაც ითვალისწინებს, რომ ადამიანს დააბრალო რაღაცა და ის ვერ დაამტკიცო, რაც დააბრალე. ამათმა უბრალოდ შეიტანეს ესეთი ცვლილება, რომ ადრე ცილის მსხვერპლი ვინც იქნებოდა ცილისწამების შედეგად, მას უნდა წასულიყო და უნდა ეჩივლა სასამართლოში და უნდა ემტკიცებია, რომ ცილი დამწამეს. და ახლა ამ მომენტისთვის შესაძლებელი არის ის, რომ მსხვერპლმა მოითხოვოს ამის გამო, ან მტკიცება კი არ მოუხდეს, ვინც ცილი დაწამა, ის დაავალდებულოს დაუმტკიცოს მას, რომ ეს ასე არ არის. და რა იცვლება ამით? აი ელემენტარული კითხვა მაქვს. რა იცვლება ამით? თუკი მკაფიოდ არ განისაზღვრა სასჯელი ცილის მწამებელი ადამიანის მიმართ. იყო ეს 2004 წელს შეცვალეს ეს ნაცებმა, თუ არა იყო ეს კანონმდებლობა ქართულ საკანონმდებლო სივრცეში და ითვალისწინებდა ცილისწამების გამო სასჯელსაც და ჯარიმასაც. გააჩნდა მასშტაბებს და გააჩნდა რაც ცილს დაწამებდი ადამიანს. მაგრამ არა, გააუქმეს ნაცებმა მთელი ამ ხნის მანძილზე 2021 წელიწადია ცილისწამების კანონის გარეშე ცხოვრობს ქვეყანა და შეეგეძლო ვიზეც რა გინდოდა ის დაგებრალებია და დღესაც დიდად არაფერი არ იცვლება არსობრივად, არაფერი, იმიტომ რომ სასჯელი აქ არ არის გათვალისწინებული. რატო არ არის გათვალისწინებული? იმიტომ რომ ქოცებიც ისეთივე ნაბიჭორები არიან და ქოცებიც ისეთივე ცილის მწამებელი ნაძირალავირთხები არიან, თავიანთი დიდი განშტოება კონგლომერატებით, ეს მაგათი ტელევიზიები იქნება, მაგათი აქტივისტები იქნება თუ ვინ იქნება და ამიტომ არაფერში არ ჭირდებათ ამათ ნორმალური ჯანსაღი კანონმდებლობის მიღება და ასე ახლა დაბოლება ხალხის მიმართ. აბა ერთი შევხედავ მე რამდენ ცილის მწამებაზე რამდენი ნაძირალა იქნება დასჯილი. აი ამ კანონით. ხო, რას ეტყვია? დაწამე ცილი, ხო, შენ ცუდი ბიჭი ხარ და მორჩა? გაგიმარჯოს, დავით ღმერთმა გაგიმარჯოთ ყველას. აი ესეთი ბუტაფორიული ცვლილებები როდესაც იქნება. აი ესეთი უნამუსობა და უსინდისობა და ახლა შავზე თეთრის მტკიცებას რო დაუწყებთ ხალხს იმის შესახებ, რომ თურმე ცილისწამების კანონის შეცვალეთ. ჯერ რა შეცვალეთ და მე სადაც ვირის უკანალში იყავით ამდენი ხანი. 13 წელიწადი. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს იქ წერენ. რა შეიცვალა? არაფერი არ შეცვლილა. არ წერია იქ კანონმდებლობაში გარკვევით, რომ ადამიანი, მეორე ადამიანს, რომელსაც დაწამებს ცილს,
მას მიესჯება ამდენი და ამდენი სასჯელი. როგორც არის კვლელობა, როგორც არის ქურდობა, როგორც არის ყაჩაღობა და როგორც ასე შემდეგ. არ არის ეს. მორიგი ბლეფი და ბუტაფორია ეგ. აწ თუ გაამკაცრებენ, არ ვიცი, თუმცა ეჭვმეპარება ძალიან. მოკლედ, ახლა მინდა გესაუბროთ. დიდი ხნით არ მინდა საუბარი, მაგრამ საქართველოში ახლა ერთი ამბები არის ატეხილი, აი ეგ გერეუს მთავარ იმას რა ქვია, კაშკაშა ახალგაზრდა წარმომადგენელს ჰელენ ხოშტარიას და მის სანაგვეს შიმშილობა დაუწყიოთ. იშიმშილეთ, რაც თქვენ ერიაში მშილეთ. იმის ფას ვერ იშიმშილებთ ახლა მაგ, მაგრამ აი ეგაც ცოტა ხანი გაერთობა ხალხი ჰელენ ხოშტარიას და მისნაირ ნაგვებს როგორ ძინავთ კარავში ქუჩაში. ქუჩაში ძილი ურჩევნია ახლა ხოშტარიას იმის ციხის იმის რა ქვია ხეხვას და ამიტომ იზღვევენ ახლა თავს რომ გერმანიის ელჩიც მისულა და ეს ყოფილა ეს ჩვეულებული კლოუნადა არის, რომელიც კლოუნადასაც ქართული საზოგადოება არის მიჩვეული და არ არის არაფერი მნიშვნელოვანი, ხვალაც რაღაცა ბოდვებია ჩვეულებრივ შიდა ქართული ისა რა ქვია, სანაგვე დუხს. მე მინდა ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ იმას თუ რა ხდება ჩვენ სამეზობლოში. და კონკრეტულად სომხეთში რა ხდება. ვინც ახლა არის ინფორმირებული და ადევნებდა თვალყურს ამ მოვლენებს, რომელი მოვლენების განვითარდა, კარგად იცის ის, რომ სომხეთში სასულიერო ხელისუფლება და საერო ხელისუფლება დაეჯახა ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ემზა, რა თქმა უნდა, კვლელობის ტოლფასია და ბევრად მეტი არის, იმიტომ რომ ენით დაკოდილი ადამიანი და ოჯახზე ცილის წამების დაწამება და როგორ მოქმედებს მე ფსიქიკაზე და ასე შემდეგ და ავტორიტეტზე ადამიანის ეს არავის არ აინტერესებს და ეს დასჯადი არა არც ამათ დროს. თურმე რო გეკითხათ ცილის წამების კანონი მიიღეს. არ ვიცი, მე პირადად ვერ ვნახე ახლა შენ ოჯახს და შენ ირგვლივ რო გამოუცდიათ რამდენი სიმწარე გაქვს და რამდენი ცილის წამება გაქვს ამ უნამუსო ნაგავის საზოგადოების ნაწილიდან მიღებული, ისე ვინ იცის. მოკლედ, აი სომხეთის საკითხზე ვსაუბრობდი, უბრალოდ ემზარი გამოჩნდა კომენტარებში ჩემი მეგობარი და რო არ გამეცა პასუხი არ გამოდიოდა, იმიტომ რომ კვიციანების ოჯახმა იმდენი ცილის წამება, იმდენი ტალახის სროლა, იმდენი სიბინძურე 1000 რაღაცა გადაიტანა, რომ აი მაგალითი არის თუ როგორ მოქმედებს დაუსჯელობის სინდრომი იმ ადამიანების მიმართ, რომელმა ადამიანებმა სინამდვილეში კბილებით, საკუთარი სისხლით, საკუთარი ოჯახით, ყველაფრის ფასად საქართველოს შეუნარჩუნეს ძირძველი კუთხე, რომელიც შემდეგ სააკომა გააჩუქა და ამის გამო რამდენი ცილის წამება მიიღო კვიციანების ოჯახმა. არ შემეძლო ასე უბრალოდ ვერ გავატარებდი ნამდვილად ემზარის კომენტარს, რომელმაც დაწერა, რომ კვლელობის ტოლფასიაო და რა თქმა უნდა, კვლელობის ტოლფასია და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება უფრო მეტიც. ეხლა რაც შეეხება დაუბრუნდეთ ისევე სომხეთის მოვლენებს, სომხეთში დიდი ამბები არის მომხდარი, ჩვენ არ ვართ მიჩვეული იმას, რომ საერთოდ სომხური საზოგადოება ყოველთვის ძირითადად იყო მონოლითური საზოგადოება, რომელიც საერო და საბერო პირები იყვნენ შეკრულები ერთმუშტად, ერთიანობა გააჩნდათ და პირიქით ყოველთვის იმას ამბობდნენ საქართველოში, რომ აი სომხეთს რო ერთობა აქვს, ისეთი ერთობა რომ მოქვს საქართველებს რა გვიჭირს და ასე შემდეგ. როგორც აღმოჩნდა, თურმე ეს მონოლითური ერთობა სომხური სასულიერო პირების და სომხეთის საერო ხელისუფლების თურმე ესე ჯერყევადი არის. მე მინდა ამაზე გესაუბროთ, რატომ მოხდა და როგორ მოხდა. ესე იგი ლაშა ერთი წუთი რა კითხვებზე მე გაგცემ პასუხს. რატომ მოხდა ეს სომხეთში, რატო ხდება ეს მოვლენები და რასთან აგვაქვს საქმე? ეს არის თვითონ შიდა სომხური პოლიტიკის რაღაც გამოხტომა, რომელიც ყურადღებას არ იმსახურებს თუ ეს არის ძალიან სერიოზული მოვლენა, რომელმა მოვლენამაც თვითონ სომხეთის როგორც სახელმწიფოს არსებობა არარსებობაზე შეიძლება მიიტანოს დიდი შეტევა და შეიძლება ყოველ შემთხვევაში ტერიტორიების დაკარგვა
რომელიც დაწყებულია სომხეთის სახელმწიფოსი არ გულისხმობს ყარაბაღს, ყარაბაღის გარდა კიდე შეიძლება გაგრძელდეს, რამაც შეიძლება რეგიონში კი არა, საერთოდ სოფლიო პოლიტიკურ უკაზის დიდი ცვლილებები მოიტანოს. მოკლედ, რაში არის საქმე? ხალხო, ერთი და იგივე ხდება ყველგან. ამას არ ჭირდება ბევრი ახსნა, ამას არ ჭირდება ბევრი დაკვირვება, ელემენტარული პარალელი ჭირდება ერთ რაღაცას. იქ სადაც მოდიან სოროსი და სოროსელები, იქ აბსოლუტურად ყველგან არის სამოქალაქო დაპირისპირება, არეულობა, იქ ყველგან ხდება სისხლისღვრა, ტერიტორიების დაკარგვა და საზოგადოების გახლეჩა. მათ შორის ჩვენმა ქვეყანამ საკუთარ თავზე გადაიარა 2003 წელს. დაიწყო საქართველოში განსაკუთრებით ეს ყველაფერი. სიმართლე ვთქვათ, 92-93 წლებში დაიწყო, მაგრამ აი იმ ფორმით, რა ფორმითაც ფერადი რევოლუციების სახე მიიღო, უსისხლო რევოლუციების სახე, ამან საქართველოში პოვა პირველმა ერთ-ერთმა, ჩვენ ხო ექსპერიმენტების ქვეყანა ვართ. ამ ექსპერიმენტმა საქართველოში ნახა განვითარება პირველად და სხვათა შორის მინდა გითხრათ, ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი არის ზუსტად, როდესაც ხდება ესეთი ცვლილებები, ეგრეთ წოდებული ცილისწამების კანონის გაუქმება. იმიტომ რომ ეძლევა ყველა საშუალება ერთი მეორეს დააბრალოს ყველაფერი და გახლიჩოს საზოგადოება 2 ნაწილად, 3 ნაწილად და 10 ნაწილად და დარჩეს დაუსჯელი. ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეს სოროსელებისთვის ეს კანონი, რომელსაც სიტყვის თავისუფლებას მიაწერენ. აი ახლა მინდა ერთი ელემენტარული პარალელები გავავლოთ. ავიღოთ ქვეყნები, ყველა ის ქვეყანა, რომელ ქვეყანაშიც მოხდა ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუცია. დავიწყოთ საქართველოდან. საქართველოში მოხდა ფერადი ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია, რა იყო შედეგი? ტერიტორიების დაკარგვა, ომი, გახლეჩა საზოგადოების დაპირისპირება, არეულობა, მიტინგები, დაუმთავრებელი და დაკარგული დრო, დაკარგული თაობები, შექმნილი ამდენი ფუჩუკუტუ ორგანიზაციებიდან მოწამლული ახალგაზრდობა და დღემდე აი ტვინ გამორეცხილი საზოგადოება. ეს მოიტანა ვარდების რევოლუცია. ავიღოთ მეორე ქვეყანა, უკრაინა, სადაც რევოლუციური ცვლილებები მოხდა, ნარინჯისფერი რევოლუცია მოხდა ერთი, მერე მეიდანი მოხდა, უკრაინიდან განათლებულებმა გაიმარჯვეს. რა მოხდა უკრაინაში? უკრაინაში ზუსტად ასე, გახლეჩვა საზოგადოების, რუსეთის აგენტის ძახილი, ტერიტორიების დაკარგვა, ომი, სისხლისღვრა, უბედურება. ავიღოთ რომელი ქვეყანა? აი, მაგალითად იემენი, სადაც ასევე მოხდა არაბული გაზაფხულის დროს გადატრიალება, უბედურება, სისხლისღვრა დღესაც გაჩეხილი. იგივე სირია. იქაც არეულობა, თუმცა სირიის კონფლიქტი ყველაზე დიდ ხანს გაგრძელდა, სისხლისღვრა, უბედურება, იქაც ტერიტორიების დაკარგვა, გახლეჩვა. ტერორისტების უბედურების მოყვანა სათავეში. ავიღოთ ისა რა ქვია, ბალკანეთის ქვეყნები, იგივე ბელგრადი. იქ იყო ოტპორი, ეგეთი მოძრაობა, იქაც დიქტატორის წინააღმდეგ გამოსვლა, ჩამოგდება, ჰაი-ჰუი უბედურება, მილოშევიჩზე 1000 უბედური ბრალდების წაყენება და რომელიც მერე თვითონ ჰააგის ტრიბუნალმა გაამართლა, რომ თურმე საერთოდ არაფერი არ ყოფილა მილოშევიჩი დამნაშავე. ონ სიკვდილის მერე. იქაც ტერიტორიების დაკარგვა, კოსოვოს პრეცედენტი, არა მარტო კოსოვოსი, იქაც გახლეჩვა საზოგადოების. იგივე ყირგიზეთში, რევოლუციები, კონტრრევოლუციები, დაპირისპირება, იქ მეზობლებთან უბედურება. არანაირი გამონაკლისი ამ მხრივ სომხეთი არ არის. სომხეთში, როდესაც სოროსელებმა თავის დროზე მოიყვანეს ფაშინიანი, ავიღოთ სომხეთში რა მოხდა? აი იქაც ფაშინიანი არის სომხების სააკაშვილი. იქაც მოვიდა რეფორმებით, იქაც მოვიდა სამართლიანობით, იქაც მოვიდა სომხეთის მოდერნიზების გეგმით. რა მოხდა სომხეთში? იქაც ზუსტად იგივე. ტერიტორიების დაკარგვა, ყარაბაღის და არა მარტო ყარაბაღის, იქაც გახლეჩვა საზოგადოების, იქაც რუსეთუმი აგენტობის ძახილი, იქაც დაპირისპირება, 1000 უბედურება და ახლა ეკლესიის საკითხთან დაკავშირებით კიდე ცალკე. სხვათა შორის, ამაშიც ერთ-ერთი გვანან. ახლა მართლმადიდებლურ ქვეყნებზე, ქრისტიანულ ქვეყნებზე მაქვს სიტყვაზე საუბარი. საქართველოში, როდესაც მოხდა ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია, მეორე დღეს დაეტაკენ მას კლდანის ეკლესიას და დაარბიეს და არიეს და დარიეს და 1000 უბედურება მოახდინეს და ეკლესიასთან რა დაპირისპირებაში იყვნენ ნაცები, ეს ხო ყველას გვახსოვთ. იგივე უკრაინაშიც, ერთი და იგივე ზუსტად. გადატრიალება, არეულობა, უბედურება, იქ
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნა, ვითომ გამოყოფა, ვითომ ტომასის დაწერა, ვის ბიჭო ებრაელ ეხლა იმას რა ქვია პოროშენკოს და ებრაელ ზელენსკის ადარდებს მართლმადიდებლობა? იქაც კანონიკის უარყოფა, იქაც ეკლესიების დარბევა, გრევა, წვა, კიევ-პეჩორის ლავრაში რამდენი უბედურება მოხდა, რამდენი მღვდელი დააკავეს, რამდენის არაფერი განსხვავება არ ხდება აქაც. აქაც ხდება საერო ხელისუფლების და სასულიერო ხელისუფლების დაპირისპირება ერთმანეთთან. ახლა ამათში საერთოდ ესეთი განცდა არის. სადაც არის საუბარი სულიერებაზე, სადაც არის საუბარი სარწმუნოებაზე, სადაც არის საუბარი ღმერთზე, ესენი ყველა არიან რუსეთის აგენტები. არა აქვს მნიშვნელობა ეს ხალხი სომხეთში იქნება, საქართველოში იქნება, უკრაინაში იქნება თუ ასე შემდეგ. ყველაფერი უნდა განსაზღვროს და დაარეგულიროს კონსტიტუციამ და კანონმდებლობამ. ესეც კი უგნიდან განათლებული ხალხი. ესენი არის ნათელი პროგრესული ხალხი და ამიტომ თურმე შესაძლებელია ხა ეჩმიაზინი როგორც ჩვენთვის არის სვეტიცხოველი, ისე არის სომხებისთვის ეჩმიაზინი ამას ახსნა განმარტება არ უნდა. ამიტომ შესაძლებელია თურმე ეჩმიაზინში შევარდნენ, სპეცოპერაციები ჩაატარონ, სასულიერო პირები დაიჭირონ. ეს პირველ რიგში აჩვენებს იმას, რომ საზოგადოება არის გახლეჩილი და თვითონ ის პოლიციელებს და თვითონ იმ სპეცრაზმელებს, თვითონ სომეხი ხალხი ლანძღავს, წყევლის, ყრულავს, გახლეჩილობა, ვინც ამაში ღებულობს მონაწილეობას, იქეთ მეორე მხრიდან იძახიან, აი სახელმწიფო შედგა, აი სახელმწიფო თავის კონსტიტუციას იცავს, როგორც ბერძენიშვილი ამბობდა, ბერძენიშვილი, რომ მეო ჩემზეო ბედნიერიო ადამიანი არ არისო, იმიტომ წესი ის, რომ ეკლესიაში შესული ადამიანის დაჭერა, მოკლა და მსგავსი რაღაცეები არ შეიძლებოდა, რომელზეც იყო საუბარი ბასილ კალავიშვილზე და მის მრევლთან დაკავშირებით, ჩემზე ბედნიერიო ადამიანი არავინ არაო, იმიტომ რომ არ არსებობსო დღესდღეობითო საქართველოსიო დაცული ადგილიო, სადაცო ვერ შევაო პოლიციელი, ვინმეს ვერ დაიჭერენ და ვინმეს ვერ გამოათრევენო. ასე იყო. აი ზუსტად იგივე პროცესები მიმდინარეობს სომხეთში. ახლა ეს ერთი აი ამ მთავარი საკითხით, ანუ სომხეთი უნდა გახლეჩოს სასულიერო საერო ხელისუფლებით. ახლა ვისაც უნდა ასე შეხედოს, ვისაც უნდა ისე შეხედოს, სომხური საზოგადოება ძალიან მონოლითური საზოგადოება არის. არ არის ეს სხვადასხვა კუთხეების, როგორც ვთქვათ, საქართველოში არის ხო, აი რომ აფხაზი რო იძახის მეო ქართველი არა ვარო ხო, არ არის იქ ისეთი სიტუაცია, ვთქვათ, სამაჩაბლოში რომ ცხოვრობენ ცხინვალის რეგიონში ოსები და იძახიან რომ ეს საქართველო არაა და გასვლა გვინდა, ეს სიტუაცია არ აქვს სომხეთს. სომხეთის მოსახლეობის 99% სომეხია, თუ მეტი არა და ესა რა ქვია, სარწმუნოების მხრივ კიდე მუსულმანი სომეხი იქ არ ცხოვრობს და არც არსებობს პრინციპში, არ ვიცი თუ არსებობენ თურქეთში არიან კი საკმაოდ, მაგრამ ამდენად არიან ვერ ვიტყვი, ხა თავს ვერ დავდებ, თვითონ სომხეთზე მაქვს ლაპარაკი და არ არსებობს იქ რაღაცა მსგავსი განსხვავებები, ამიტომ მონოლითური საზოგადოება იყო. კი ბატონო, თუნდაც იმ დაშნაკ ცუცნაკური იდეებით მოაზროვნე, დიდი და მცირე არმენიის იდეით მოაზროვნე საზოგადოება, რომელსაც ჰქონდათ ეს თავის ისტორიული წარსულის განცდები, ფიქრები, ხა დიდი მასშტაბით რო ავიღოთ, კი ბატონო, არ მინდა ახლა ეს არმენოლოგიაზე ჩაიმასკნა, რა ქვია, იქ კილიკიელის სომხები, ანატოლიის სომხები, ის ამაზე არაა საუბარი. თვითონ სომხეთში ვინცაა, იმაზე ვსაუბრობ. გახლეჩეს ეს საზოგადოებაც და ამაში ლომისწვლილი შეიტანა სხვათა შორის ევროკავშირმა, ეს და დასავლეთის წარმომადგენელმა, თურმე სომხეთი რო თურმე ევროპა არის, თურმე ევროკავშირში როგორც თურმე ჩვენ, თურმე სომხეთსაც მიიღებენ, თურმე ახლა სომხეთსაც უვიზო მიმოსვლას უწესებენ, 90% თუ მეტი არა, საერთოდ სომეხი მოსახლეობის, ეთნიკურად სომეხის სომხეთს გარეთ ცხოვრობს. არანაირი პრობლემა არ აქვს ამ ხალხს ვიზების, გადაადგილების და ასე შემდეგ. მაგრამ არა, შეუძლიათ ეს შეთავაზეს, ხო? და თურმე სომხეთი ევროპა და თურმე ალბათ რა ვიცი ბრიუსელი ერევანში გადმოვა და 1000 უბედურებით გააშტერა ეს ხალხი. მით უმეტეს ნაყოფიერად იმუშავა იმ ყველაფერმა, რომ რუსებმა ყველაზე მეტი საინტერესო რა არის, იცით? აბსოლუტურად ყველგან, სადაც მოდიან სოროსელები. სადაც მოდიან, აი გინდა ყირგიზეთი ყოფილიყო, გინდა საქართველო ყოფილიყო, გინდა სომხეთი ყოფილიყო, გინდა უკრაინა ყოფილიყო. აი ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში. სადაც მოდიან ეს
სოროსელები თავიანთი დემოკრატიით აბსოლუტურად ყველგან გამარჯვებული რჩება რუსეთი. აბსოლუტურად ყველგან. ყველგან რუსეთი ატარებს თავის პოლიტიკას თავის და სასარგებლოდ. აი რაც მოხდა ჩვენთან, რაც ხდება უკრაინაში. მით უმეტეს ახლა კარგადაა გამოყენებული ის ფაქტორი, რომ რუსეთი უკვე მეორედ ისტორიაში სომხეთს არ დაეხმარა და ანუ იქაც რუსოფობიული განწყობები არის ძალიან დიდი. ეს იგულისხმება 1915 წლის სომხეთის გენოციდის მოვლენები, როდესაც პირველი მსოფლიო ომში რუსეთის იმპერია და ოსმალეთის იმპერია იბრძოდა, ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ბრძოლა და რუსული არმია ვერ დაეხმარა იმ პერიოდის სომხურ მოსახლეობას თურქეთის ტერიტორიაზე, რომ დაეცვა გენოციდიდან. და ეს უკვე ისტორიაში უკვე სომხებს ეუბნებიან, რომ ეს უკვე ისტორიაში არის მეორე მოვლენა, როდესაც რუსეთი თქვენ არ დაგეხმარათ. იგულისხმება ყარაბაღი. ეს კარგი სომხეთის, თქვათ, შიდა პრობლემა არის, მაგრამ ამ ქვეყანას აქვს ძალიან სერიოზული საგარეო პრობლემები. ეს თალკე. იმ დონეზე უბრალოდ გახლით საზოგადოება, აი როგორ გითხრათ, იცით? სომხეთის სასულიერო პირმა ფაშინიანს უწოდა, რომ წინდაცვეთილი ხარ. ვინც იცით ახლა მუსულმანურ საკითხში რას ნიშნავს წინდაცვეთა, იცით ახლა, ვინც არ იცით და ეს არის, რომ ბავშვობაში მამაკაცის სასქესო ორგანოზე ხდება მოჭრა ბავშვობიდან და ეს არის მუსულმანების ერთ-ერთი მახასიათებელი რიტუალი. და სომხეთის პრეზიდენტმა, ანუ პრემიერმა უგაცრავად ფაშინიანმა გამოაცხადა სომხეთის სასულიერო პირს, მთავარ პირს ახლა ჩვენთან საპატრიარქოს ან თქვათ ილია მეორეს მიმართებაში რო იყოს ან რომელიმეს მიმართებაში მიუხედავად იმისა, რა დაძაბული ურთიერთობაც არ უნდა იყოს ხელისუფლებას და სასულიერო პირებს შორის. გამოაცხადა ფაშინიანმა, რომ მოდიო და გაჩვენებო, მეო ჩავიხდი და ასე გამოდიო და გაჩვენებო, მე ვარ წინდაცვეთილი თუ არა. დაგიმტკიცებო ამას. აი ამ დონეზე გულისამრევათა მოვლენები სომხეთში რაც მიმდინარეობს. არ არის ეს კარგის მანიშნებელი. კარგის მანიშნებელი იმიტომ არ არის, რომ არავის არ ჭირდება ცალკე ერთი სომხეთი გამორიცხულია ცალკე ვინმე სჭირდებოდეს, თუ მას საქართველოში გავლენები არ გააჩნია. იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო, რომელიც არის 4 მეზობელს შორის მოქცეული. ამ 4 მეზობლიდან 2 მეზობელთან აქვს ჩაკეტილი საზღვარი, იგულისხმება აზერბაიჯანი და თურქეთი. ირანში ომია, უბედურება და ეს ქვეყანა სანქციების ქვეშაა და ერთადერთი სასუნთქი არტერია სომხეთისთვის ამ იზოლაციის პერიოდში არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველო. ამიტომ თუ კი მარტო სომხეთი იქნება მათი გავლენის ქვეშ და არის ამ მომენტისთვის მინდა ვთქვა, რომ ამ შიგ ევროპელების გავლენის ქვეშ, მიუხედავად იმაში, რომ სომხეთში რუსული სამხედრო ბაზები არის და ესე არის რუსეთის ევრაზიული კავშირის წევრია და ასე შემდეგ, ხელისუფლება ვინც მოქმედებს, ეს არის ზუსტად ტიპიური ნაცმოძრაობა, რომელიც ნაცმოძრაობაც იყო საქართველოში, იყო საქართველოს დსთ-ს წევრი, იყო საქართველოში რუსული სამხედრო ბაზები, იყო საქართველოს სხვა ბევრი შეთანხმების წევრი, მაგრამ რუსოფობიული ქვეყანა იყო. ავიღოთ საქართველოს თქვათ 2006-2007 წლებში. აი ესეთი პერიოდის სომხეთი არის. და სომხეთს ახლა გარდა შიდარეულობისა აქვს კიდევ უსერიოზულესი პრობლემა. ეს არის აზერბაიჯანი, რომელსაც ტერიტორიული პრეტენზიები აქვს. ტერიტორიული პრეტენზია აქვს სომხეთთან და ითხოვს ზანგეზურის კორიდორის გახსნას, მაგრამ აქ საუბარი იმაზე კი არ არის ხალხო საუბარი, რომ თქვა მარტო გზა გახსენი და გაიარე. დერეფანს ითხოვს. ანუ აზერბაიჯანელები არ მალავენ მოთხოვნაში, რომ ეს არის დასავლეთ აზერბაიჯანი, რომელიც დასავლეთ აზერბაიჯანის თავის დროზე უსამართლოდ იქნა სომხეთის მიმართ გადაცემული, რომელიც აკავშირებს ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას დანარჩენ აზერბაიჯანთან და აზერბაიჯანი თვითონ ამის შედეგად, თუ კი მოხდება ამ ტერიტორიისა 30 კილომეტრიანი მონაკვეთია, მეტი კი არა, ამის შეერთება მაშინ უკვე აზერბაიჯანი დაუკავშირდება თვითონ თურქეთს. აი მოკლედ იმხელა დომხალი ხდება ახლა სომხეთში,
არავინ არ იცის იქ დიდი არეულობა, იქ დიდი აფეთქება რას მოიტანს. იმიტომ რომ პრაქტიკულად ის რაც იყო მანამდე არსებული სომხების როგორც ეროვნული იდეოლოგიის მამოძრავებელი ძალა, რომ დიდი არმენიის არსებობა, რომ ყარაბაღი უნდა ყოფილიყო სომხეთის შემადგენლობაში, უნდა ყოფილიყო აღიარებული, უნდა ყოფილიყო ტერიტორიული პრეტენზიები წაყენებული თურქეთთან, უნდა ყოფილიყო ასევე სომხების გენოციდის აღიარება სოფლიო მასშტაბით მოთხოვნილი, ეს პრეტენზიები ყველაფერი მოხსნა თავიდან ბოლომდე ფაშინიანმა. ყარაბაღის ომით როგორც ასევე აღიარებით, ასევე კონსტიტუციაში ჩანაწერებით აზერბაიჯანთან ეს პრობლემა მოხსნა. თურქეთთან ეს პრობლემა თურქეთის გენოციდის საკითხთან დაკავშირებით ესეც მოხსნა. და იყო ჩასული, სულ არ იყო დიდი ერთი კვირა მე მგონი, იყო ჩასული ფაშინიანი, შეხვდა, ჩაეზრასდა თურქეთს, შენჭირიმე შენ გენაცვალეო, გამიხსენი ახლა გზაო და დავიწყოთ ძმობა და მეგობრობაო. ხლა როგორ უყურებს ამ ყველაფერს თვითონ სომეხი? აი ნორმალური სომეხი, რომლის ცნობიერებაშიც თურქეთი არის სახელმწიფო, რომელმაც გენოციდი მოუწყო, საუკუნეების მანძილზე ტანჯავდა, თურქეთის საერთოდ ხსენება არ უნდათ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ ხარეზე დგას სასულიერო პირები. ხო? ამის იდეოლოგები არის. აქეთკენ ესენი დგანან სხვა, რომ დავივიწყოთ ყველაფერი, დავივიწყოთ გენოციდით, დავივიწყოთ ისიც, დავივიწყოთ ყარაბაღის მოვლენებიც, ყველაფერიც. ეს თავისთავად იწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას. სინამდვილეში კიდე რაშია საქმე? სინამდვილეში არის საქმე იმაში, რომ სომხეთი საქართველოსთან ერთად. აი, ხას უსვამ, რუკას დახედეთ. საერთოდ, როდესაც გეოპოლიტიკაზე არის საუბარი, პირველ რიგში რუკას უნდა შეხედოთ. ეს არის ჩამკეტი ტერიტორია, რომელიც ახდენს ჩაკეტვას დიდი თურანის, ეგრეთ წოდებული თურქეთის რესპუბლიკის მამის, რომელიც საფლავზეც აქვს წარწერილი, ერდოღანი ეჯანდაბა ქემალ ათათურქის ოცნება და ნატრვა, ყველა თურქი ერების გაერთიანება ერთ დიდ თურქულ გაერთიანებაში, პანთურქიზმი, რომელიც დიდი თურანის შექმნას ითვალისწინებს და აი ამ დიდი თურანის მეშვეობით თურქეთი უნდა დაუკავშირდეს აზერბაიჯანს, აზერბაიჯანი უნდა დაუკავშირდეს შემდეგ შუა აზიის ქვეყნებს და თვითონ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული თათარისტანი, ბაშკირისტანი და ეს ჩრდილოკავკასიური ტომები, ესენი რა თქმა უნდა ჯერჯერობით კულტურულ, ჰუმანიტარულ და ესეთ ჩართულობას მოახდენენ, მაგრამ ეს იქნება თურქული სამყაროს აი ამის შეჩერებას ახდენს სომხეთი. ახლა რა არის მოსალოდნელი და აი ისევე როგორც საქართველოში რო იყოს არეულობა და უბედურება სომხეთისთვის არის დამღუპველი, ასევე საქართველოსთვის არის ცუდი, უბედური თუ დამღუპველი არა ძალიან დიდი ზარალის მომტანი ის რომ სომხეთში იყოს არეულობა და უბედურება. იქედანაც დევნილების ნაკადი საწავა, ხო? საქართველოში წავა. აღარაფერს ვამბობ უკვე ეკონომიკაზე, აღარაფერს ვამბობ ეკონომიკურ კავშირებზე, სატრანსპორტო კავშირებზე, ენერგეტიკულ კავშირებზე. აქ იხარშება, აქ მიმდინარეობს ის დიდი თამაში, რომელიც დიდი თამაშიც არ შეწყვეტილა რუსეთის იმპერიას და ბრიტანეთის იმპერიას შორის, იმიტომ რომ ეს თურქების ეს იდეა, ეს არის ბრიტანული იდეა. ბრიტანელებს აქვთ ეს იდეა, ბრიტანეთი იყო ყოველთვის თურქეთის ზურგს უკან მდგარი იმპერია, რომელიც ხარს უჭერდა ოსმალეთს ჩვენ წინააღმდეგ, განსაკუთრებით საქართველოს წინააღმდეგ, იმიტომ რომ თურქეთი იყო ბუნებრივი ფორპოსტი რუსეთის იმპერიის ჩამკეტი, რომ იმაზე რა ქვია, ხმელთაშუა ზღვაზე და შავ ზღვაზე და ასე შემდეგ გაბატონებისთვის. აი აქ იყო მთავარი პრობლემა და ამიტომ იყო თურქეთი ბრიტანეთისთვის არჩეული ყველაზე საუკეთესო მოკავშირედ აქეთკენ აღმოსავლეთის მიმართულებას. არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს. სომხეთს, შემოძმაო სომხეთს მაგხელა ძალა აქვს თუ არა აქვს ძალა, ხო? რეგიონალურმა არეულობამ, ახლა ყველამ კარგად იცის, რომ
სომხეთის ტერიტორიაზე ამ ხნის მანძილზე რო არ ყოფილიყო რუსული სამხედრო ბაზები და დღესაც რო არ იყოს რუსული სამხედრო ბაზები. ამ თემაზე უკვე ლაპარაკიც არ იქნებოდა, დიდი ხნის წინ იქნებოდა დასრულებული. აზერბაიჯანი და თურქეთი დიდი ხნის წინ გაჭრდნენ ამ კორიდორს. და იქნებოდა ეს კორიდორი გახსნილი. ვერავინ ვერაფერს ვერ ეტყოდა. იმიტომ რომ ძალის პოლიტიკა არის დღეს 21 საუკუნე. რაშია საქმე იცი? აი კავკასია ზოგადად სამხრეთ კავკასია ყველასთვის ინტერესის სფერო არის. ინტერესის სფერო არის რუსეთისთვის, რომლისთვისაც ასევე დიდი ტურანი და ეს პანთურქიზმი კატასტროფული დარტყმა არის და ზუსტად უსაფრთხოების თვალსაზრისით ჭირდება პირველ რიგში ამიერკავკასია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის თურქეთისთვის, იმიტომ რომ თურქულ ენოვან და თურქული ეთნიკური ჯგუფის ხალხთან კავშირების დასამყარებლად საქართველოს და სომხეთის გავლით აზერბაიჯანთან ნამდვილად მოძმე ხალხებთან. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ჩინეთისთვის, იმიტომ რომ ერთადერთი კორიდორი არის სახმელეთო, რომელიც ახლა ირანის ომმაც აჩვენა, რომ ამ ტერიტორიაზე გადაკვეთას ახდენს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის დასავლეთისთვის. იმიტომ რომ დასავლეთი თავისი იდეოლოგიით, როდესაც მოდის, რასაც საუბრობდი, მათი მთავარი ამოსავალი წერტილი არის დემოკრატიის ექსპორტი და ექსპორტირებული დემოკრატიის შედეგად არეულობა, დარეულობა, ყოფილი რუსეთის კოლონიების აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ, ომში გახვევა ეს ყველაფერი და ის რაც დასასრულებელი არის უკრაინაში, უნდა გაგრძელდეს აქაც, სომხეთშიც და ასე შემდეგ. ანუ აი ამ ჭიდილის ეს არის ესა, რა ქვია, ველი არის სამხრეთ კავკასია. ნამდვილად რთულ რეგიონში ვცხოვრობ. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ აი კავკასიონის ქედს მიღმა რუსეთის მაგივრად ოკეანია და ესე შემდეგ. ამიტომ თუ სომხეთში დაიწყო სამოქალაქო არეულობა და უბედურება, ამას ექნება კატასტროფული შედეგი. და აი ძალიან დაკვირვებით დააკვირდით ამ ყველაფერს. ახლა მაინც ხო გვაქვს საშუალება, რომ გვერდიდან დააკვირდეთ ამ ყველაფერს. და აი იქ სომხეთში რაც ხდება, ის არეულობა და დაძაბულობა და ის რაც ხდებოდა თბილისში. ამაში პარალელს რო ვერ დაინახავს ადამიანი, უნდა იყოს ჩამოყალიბებული დებილი. იქაც დაპირისპირება გახლეჩილი საზოგადოება, იქაც რუსეთუმეები და ანტირუსეთუმეები, იქაც სასულიერო პირები და მათი მრევლი, აქაც ესეთი სიტუაცია, პოლიტიკოსები და აქეთ ეკლესია და ახლა ქოცებმა აქეთ ეკლესიის მხარეზე გადმოინაცვლეს, თუ არა აქამდე ევროკავშირის მხარეზე იყვნენ. ესე ერთი ჯაჭვია. იმიტომ რომ სომხეთის და საქართველოს აფეთქება ეს დასავლეთისთვის იქნება აი ასეთი ამოსასუნთქი საშუალება. უსერიოზულეს პრობლემებს მოუტანს რუსეთს. და აი ეს ჭიდილი მიმდინარეობს ახლა სომხეთში. და არავის არ აინტერესებს სიმართლე გითხრათ, ესა გარეძალებს ყოველ შემთხვევაში სომხეთის სასულიერო პირები და არავის არ აინტერესებს სომხური ეკლესია და ასე შემდეგ. ფაქტია ის, რომ ფაშინიანმა თავისი პოლიტიკით მოსვლის დღიდან გამოიტანა ესა რა ქვია, მოუტანა სომეხ ხალხს შემდეგი რამ. თურქეთი, რომელიც თავარი ჯალათი იყო სომეხი ხალხის, მას მოიხსნა ყველანაირი პრეტენზიები თავიდან ბოლომდე გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანი, რომელიც იყო მისი მეზობელი და ყარაბახის გამო ამდენწლიანი ომები და სისხლის ქრვა ჰქონდა, ყარაბახით ჩააბარა. ყარაბახთან ერთად ტერიტორიული პრეტენზიებიც მოხსნა და ყარაბახის ტერიტორიაზე სომხეთისთვის არსებული სიწმინდე, მთავარი სიწმინდე ეჩმიაზინთან ერთად დადივანის მონასტერი ისიც ჩააბარა. აი საზოგადოება გახლიჩა. და ალბათ დაუფასებენ ამ ყველაფერს და ძალიან მალე ექნება ესა რა ქვია, უვიზო რეჟიმი სომხეთს და სომხები შეძლებენ გაიქცნენ ევროპაში.
აი ეს შედეგი მოუტანა სომეხ ხალხს. რაც შეეხება იმას, რომ რატო არის ფაშინიანი იქ და ერთადერთი პოპულარობა რაც აქვს ფაშინიანს, ეს არის გამოწვეული ევრაზიული კავშირიდან, ევრაზიულ კავშირში ყოფნიდან, რომლის სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ სომხეთის ეკონომიკა განსაკუთრებით უკრაინის ომის მერე განსაკუთრებით იქნა გაზრდილი საქართველოზე მეტად და რატო? იმიტომ რომ სომხეთი ოფიციალურად არის ევრაზიული კავშირის წევრი, შემოდის ყველა აკრძალული, ყველა სანქცირებული ტვირთი, რომელიც არის რუსეთში სანქცირებული, შედის სომხეთში, სომხეთში ერტყმება ყველაფერს სომხური შტამპი და სომხეთიდან ხდება შემდეგ რეექსპორტირება რუსეთში. და ის საქართველოს ტერიტორიის გავლით. ამან მოახდინა სომხეთის ეკონომიკის გაზრდა. და ეს იცის დასავლეთმა, მაგრამ ამაზე თვალს ხუჭავენ დასავლეთში. აი საქართველოსთან მიმართებაში არ ხუჭავენ. იმიტომ არ ხუჭავენ, რომ ჩვენ თურმე ვერავართ კარგი დემოკრატიის ხალხი და აი სომხებს თურმე სასწაული დემოკრატია აქვთ. აი შეხედეთ ალბათ ახლა ერევანში სულ მალე ჩავა ის აქ რო იყო ძალთან ჩახუტებული რომ ჩამოდიოდა ის გერმანელი დეპუტატი რო იყო და ის რო უნებოდა LGBT-აო საჭიროა ბაო რა ეკლესიით გინდა თუ შესვლა და ის დაშ დაუკრავს. ეს გლობალური მოვლენები მიმდინარეობს ახლა სომხეთში. და სომხეთის არეულობა არაფერ კარგ საქართველოს არ მოუტანს. მე ზოგიერთი შტერის გასაგონად ვამბობ, რომ ზოგიერთი შტერს ეს უხარია. არ არის ეს კარგი. და ახლა გვერდიდან მაინც დააკვირდით. თუ რა შეიძლება შიდა დაპირისპირება, როგორ დაღუპოს ქვეყანა და ერი. და სომხეთმა რაც დაკარგა, ის ხო დაკარგა. მაგრამ ძალიან დიდი შანსი აქვს სომხეთს დაკარგოს ის, რაც არის დე-იურეთ მისი აღიარებული. გულისხმობ დასავლეთ, ანუ სამხრეთ სომხეთი ახლა რაც არის, მთლიანად შეიძლება აზერბაიჯანმა გადაყლაპოს თუ არეულობა და უბედურება მოხდეს. აი ამის თქმა მინდოდა, აი ამის მოვლენების განვითარებაა და იქ არანაირ პიროვნულ დაპირისპირებებზე არაა საქმე. ორივეს აქვს მითითებული ინსტრუქცია. ერთს აქვს დასავლეთიდან მიღებული ინსტრუქცია, მეორეს აქვს თავისი ეროვნული იდეოლოგია, სომხური საემიგრაციო ლობი და რა თქმა უნდა ასევე რუსული ფაქტორი, რომ გაჩერებული იქნას ის მოვლენები, რა მოვლენებიც ითვალისწინებს დიდი თურანისთვის გზის გახსნას, რომელიც გადის სომხეთზე, საქართველოსთან ერთად სომხეთზე მეტი უფრო მოკლედ. და რა თქმა უნდა, რუსული სპეცსამსახურები ახლა იქნებიან იქეთ მხარეს. ნახოთ აბა ამ ჭიდლში ვინ გაიმარჯვებს. არაფერი განსხვავებული იქ არ ხდება, კი ლევან გეთანხმები, ეს არის სააკაშვილი 2. მეც ეს ვთქვი და ეგ არის, რომელიც თუ დროზე არ მოიცილეს სომხებმა, დაღუპავს სომხეთს. აქამდე რაც დაღუპა, ეს არაფერი არა. აი მომავალშიც კიდე დაღუპავს. თვითონ სომხები ამბობენ ისე, რომ მოუკლავთო და ნახოთ. ჩემო ლაშა, ხშირად როდესაც საუბრობენ ქართველები იმას, რომ აფხაზეთში ჩვენ წინააღმდეგ ომობდნენ. ბიჭო, უამრავი სომეხი იბრძოდა საქართველოში აფხაზეთის ომის დროს ქართველების მხარდამხარ. აი ელემენტარულს გეტყვი, მე ვიცნობ, მეგობრობ ამ ბიჭებთან, სომხები არიან აფხაზეთის ომის მონაწილეები და 15-16 მარტის ბრძოლები, როდესაც იყო სოხუმის გმირული დაცვა, როდესაც მოხდა, 2 იკარუსი სომხები, თბილისელი სომხები ჩავიდნენ და ცოცხალი არც ერთი არ გადარჩენილა იქ. რატო ხდება ესეთი დამოკიდებულება, უბრალოდ ვერ ხვდები. ის ბაგრამიანის ბატალიონი კი ბატონო შეიქმნა, მაგრამ ვისი დამსახურება და ვისი წყალობა იყო რომ შეიქმნა იქ ყველაფერი. ამას რატო არავინ არ ამბობს? არ შეიძლება ასე ცალსახოვანი ყურება ამ ყველაფრის. კარგი, შემოკარგებო, დაგემშვიდობებით, მშვიდობა მოგცეთ მაღალმა ღმერთმა. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.